is the first day of our event. Research about Georgia. ყოველ ჯერზე მართლა გაოცება საზღვარი არა აქ იმ სიყვარულით როგორც გვიღებენ და გვხვდებიან ინდოელები და მე მიხარია რომ ჩვენი კულტურა, ჩვენი ფოლკლორი თუ ქართული თეატრი ესე აინტერესებთ, ესე ყურადღებით ეცნობიან და ესეთი მომზადებულები გვხვდებიან ეხლა მოვისმინეთ გამოსვლა რუსთაველზე და ვეფხისტყაოსანზე მსჯელობდა ერთ-ერთი ამ უნივერსიტეტის ლექტორი პირდაპირ გაოცებული დავრჩი და მნიშვნელოვანია ალბათ ეს ემოცია, ეს გაცვლა აი ამ სხვადასხვა ორი კულტურის, ორი ისტორიის და მე დიდი სიყვარული მაქვს ამ ქვეყნის და ყოველთვის გულწრფელად მიხარია აქ ჩამოსვლა და ზოგადად დარპან პრაშედი, რასაც აკეთებს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის პერსპექტივისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის ორგანიზებით ინდოეთში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, კერძოდ კი სემინარი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ჩავატარე მე ჟურნალისტიკის მიმართულებიდან და ზოგადად გონია რომ თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ სიარული, განსაკუთრებით ინდოეთისა და საქართველოსთვის, რომლებიც სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები არიან უკვე განსაკუთრებით სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით, არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროპაგანდაზე, დეზინფორმაციაზე და უცხოური ჩარევის შესახებ საუბარზე, რომელიც ინფორმაციულ ეკოსისტემაში ხდება. ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვორქშოპი ყალბი ინფორმაციის, აღმოჩენის და სიმართლის გაჟღერების მიმართულებით. მადლობა მინდა გადავუხადოს ვარნემის უნივერსიტეტს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ეტაპი მიღებისა იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და მათ შორის სტუდენტები, რომლებიც ესწრებოდნენ თითოეულ სემინარს თუ ღონისძიებას, იყვნენ მომზადებულები იმისთვის, რომ მიიღოთ ახალი ცოდნა და თავადაც ჩართულიყვნენ დისკუსიაში და დიალოგში. Welcome to Swarnim Startup and Innovation University. We are the first university for startup in India. And this Indo culture is very exciting for whole city and as well as for the state, because it's merging the two countries together to exchange their culture.
And the excitement, if we see the excitement, everybody here, like students and the faculties, are enjoying. And many of the promotion from government officials, they are also calling this the very nice initiative done by us and the Georgian community. And we really welcome you all. I'm very excited and happy to see you with you. ყოველ ჯერზე ვარ აი გაოცებული და აღფრთოვანებული მათი ტრადიციებით, მათი სტუმარ-მასპინძლობით. აი დაგვხდნენ არაჩვეულებრივად ყველა გიღიმის, ყველა სიტბოთი მოგმართავს გველაპარაკება და დღეს კიდევ ერთი საოცარი რამ მოხდა, რომ ჩვენ ერთმანეთში გავცვალეთ ტრადიციული ცეკვები. მათ გვასწავლეს თავიანთი ნაციონალური ცეკვა, რომელიც ჩვენ ძალიან სიხარულით და ისე ავითვისეთ და მერე ჩვენ ვასწავლეთ ჩვენი აჭარული ცეკვა. მე მინდა მადლობა გადაუხადო, ვინც მოაწყო ეს დღესასწაული. დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ეს ჩვენ წარმოვადგინეთ ზუგდიდის შალვა-დადიანის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ნიკოლოზ სულუკიძის იგავარაკების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი, რაც საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო იმ მხრივ, რომ პრინციპში ხელოვნებას ერთი ენა აქვს, ჩვენ ემოციებით ვსაუბრობთ, ამიტომ რაღაცნაირად ვეცადეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რთული აუცებ ტიტრების ყურება თან სპექტაკლის ხედვა, რაღაც ემოციებით ერთმანეთთან გვესაუბრა და ვფიქრობ, რომ მათთვისაც ეს საინტერესო იყო, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ხელოვნების ენით ცდილობდნენ რაღაც ეთქვათ მათთვის. დაწყებული რას მე უკვე 4 წელია მუშაობ ინდოეთის კულტურული ინტეგრაციაზე და ქართული კულტურა მიმკავს ინდოეთში და ვატარებს სხვადასხვა ღონისძიებები. ამ წელს 2025-ში პირველი იყო ინდური ქართული ფესტივალი გუჯრატ შტატში ქალაქ აჰმედაბადში. აქ არის ერთ-ერთი უნივერსიტეტი, სვარნიმ უნივერსიტეტი, დიდი მადლობა ამ ესეთი მასპინძლობისთვის. დღეს იყო პირველი დღე, რომელიც ძალიან კარგად ჩატარდა. ერთი სპექტაკლი ითამაშეთ, ქართული მუსიკალური ნომერები იყო, რომელიც ინდოელებმა იცეკვეთ, აჭარული ცეკვა, ესევე ქართველებმა იცეკვე ინდური ცეკვები. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რომ კულტურის სამინისტროს დახმარების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. დიდი მადლობა ნიკოლოზ სულუკიძეს, რომელიც ყოველ წამოსულაზე და ყველა ღონისძიებაზე ჩემ გვერდით არის. მადლობა სვარნიმ უნივერსიტეტის და დიდი მადლობა ყველა იმ მონაწილეებს, იმ ქართველებს, ვინც ჩემთან ერთად წამოვიდა დელიში და ინდოეთში და ესეთი კარგი პირველი დღე ჩვენ ძალიან კარგად და წარმატებულად ჩავატარეთ.